ყველაზე ხშირად რაც ამბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტის და ჩვენი პრემიერის მხრიდან ისმის, მათ შორის ამ დარბაზში, არის ის, რომ ევროპის და ამერიკის ეკონომიკა ჩამოიშალა. თითქოს ამ ჩამოშლით ჩვენ რამენერად ავშენდით და ასაშენებლად გვაქვს საქმე. დღეს პრემიერი გილაური ისე საუბრობდა ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებსა და უმუშევრობაზე. თითქოს უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის მქონე გერმანიის ქრისტიან-დემოკრატი მმართველი ანგელა მერკელი იყოს და არა გაღატაკებული სიგარების ზღვარსქვევით მყოფი 1,800,000 მოსახლეობის მქონე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აი ვინ არის ჩამოშლილი და აი ვის აღორძინებას და წისვლას არ დაადგა საშველი. და არც დაადგება მანამ სანამ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტები იქნება ის, რაზეც საუბრობს. დიდი და მსხვილი ბიზნესების განვითარება, თან ისე რომ ეს მსხვილი ბიზნესი მხოლოდ მათი უნდა იყოს, მცირე და საშუალო ბიზნესის ჩაწიხვლა და დაბეჭავება, სოფლის მეურნეობის განადგურება, ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის და რესურსების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა, ქვეყნის ბუნებრივი და ეკოლოგიური რესურსების ისეთი სახით ექსპლუატაცია, რომ ისიც სარგებელს ქართული ეკონომიკა და ქართული ოჯახი კი ვერ ნახავს, არამედ ნახავს საქართველოს მთავრობა გაზრდილი ბიუჯეტით, რომელსაც მარტო ის აზის და განკარგავს. აი ეს არის ჩამოშლა და ეს არის პრობლემები, რაც აქვს ქართულ ეკონომიკას. ჩვენი ეკონომიკა იმიტომ ვერ ჩამოიშალა, რომ ასეთი ეკონომიკა სამწუხაროდ საერთოდ არ გვაქვს. ჩვენთან წარმოება იმიტომ არ გაჩერდა, რომ სამწუხაროდ საქართველოში საწარმოები არ მუშაობს. ჩვენთან უმუშევრობის დონემ იმიტომ ვერ მოიმატა კიდევ უფრო მეტად, რომ ამაზე ზევით უმუშევრობის დონე ვერავა. ეს არის სინამდვილე, რასაც თვალებში უნდა შევხედოთ. ტყუილების მოსმენა პარლამენტში სასარგებლო არ არის, არც ხალხისთვის და არც მთავრობისთვის, რადგან როცა საბერძნეს, პორტუგალიას, იტალიას ვახსენებთ, მე მინდა პრემიერ გილაურსაც და ჩვენს ოპონენტებს საპარლამენტო უმრავლესობიდან უბრალოდ შევახსენო. იმ ჩამოშლილ და გაუბედურებულ საბერძნეში დღეს 100,000-ობით ქართველი დედა და არა მარტო დედა ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებს და მიუხედავად იმ კრიზისის და გაჭირვების ათ კი ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოში დაბრუნდეს, რადგან იმ შეჭირებულ მდგომარეობაშიც კი მეტი გარანტია აქვს და წინაპირობა, რომ იქიდან თავისი ოჯახი არჩინოს საქართველოში. და რაღაც ვერ ვხედავ ჩვენ ათეულობით ათას ქართველს, რომელიც ევროპული ემიგრაციიდან უბრუნდება საქართველოს. და სხვა საუბრები საქართველოში ემიგრანტებსა და შემოსულებს შორის დადებით სალდოზე, ეს არის სპეკულაცია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან და მეტი არაფერი, რადგან საკმარისია დღეს ევროპის საკონსულოებთან ოდნავ მაინც გამარტივდეს საქართველოსთან გასვლის წესები, დარწმუნებულები ხარ და იცით ეს ჩემზე კარგად, იმიტომ რომ უამრავი ნაცნობი თქვენს გაწუხებთ საელჩოებში რეკომენდაციებზე, ლამის ნახევარი საქართველოს სამუშაო უცხოეთში გაიქცეოდა. ამის მაგალითი არის სხვათა შორის აჭარაც, სადაც თითქოს ეკონომიკა აღორძინდა, შენდება მაღალსართულიანი სასტუმროები და ამ დროს აჭარის მოსახლეობის შრომის უნარიანი მამაკაცების ლამის 50% მთელი წლის განმავლობაში თურქეთში სხვადასხვა მძიმე სამუშაოებზე არიან გასულები. აი ეს არის ეკონომიკის რეალური სახე და არა ის ციფრები და არა ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლითაც დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი გილაური დღეს ასე მოხერხებულად მანიპულირებდნენ. მიზანი ამ პროგრამის სრულიად ნათლად წერია პირველივე სიტყვებში. და ის რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის არა კონკრეტული პროგრამა, არამედ სადღეგრძელოების ნაკრები, ჩანს პირველივე ფრაზიდან. სადაც ბატონი გილაურის მიერ ხელმოწერილ პროგრამაში წერია, რომ ქართველების ევროპის მდიდარ და ღირსეულ წევრებად ქცევა არის თურმე ამ პროგრამის განხორციელების მთავარი მიზანი. თავისთავად ასეთ სადღეგრძელოს მე დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში მსხდომი თითოეული ადამიანი შესვავდა განსხვავებული ჭიქითა და ყანწითაც ნებისმიერ სუფრაზე. მაგრამ ეს არის ზუსტადაც სადღეგრძელო. რადგან ყველამ კარგად ვიცით და მათ შორის პრემიერმა იცის ეს არანაკლებად ჩემზე, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მოქალაქეები სამწუხაროდ ვერ გახდებიან ევროპის მდიდარი და სამწუხაროდ ღირსეული წევრები, ბევრი მიზეზის გამო. ვერ გახდებიან, იმიტომ რომ დღეს საქართველოში 4 მილიონიან ქვეყანაში 630,000 ადამიანი იღებს ხელფას
ხელფას ვიმეორებ 630,000 ადამიანი 4 მილიონი საქართველოს მოქალაქიდან და აი ამ მონაცემების მქონე ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ასეთი მძიმეა, სადაც სიღატაკე უკვე ყოველგვარ ზღვარს გაცდა, შეუძლებელია დღეს ვსაუბრობდეთ ევროპის მდიდარ მოქალაქეებად ქცევაზე. ეს პროგრამა იქნებოდა უფრო მოგრძალებული და უფრო მეტად დამაჯერებელი და უფრო სერიოზული განხილვის ღირსი იმ შემთხვევაში, თუ კი პრემიერ-მინისტრი აღიარებდა ამ ღრმა კრიზისს, რომელიც აქვს ქართულ ეკონომიკას და სოციალურ სფეროს და იტყოდა, რომ ჩვენი ამოცანა 2-3 წელიწადში ქართველების ევროპელ მდიდრებად ქცევა კი არ არის, არამედ სიღატაკის კლანჭებიდან გამოხსნა, იმ ჭაობიდან გამოხსნა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებსა და ოჯახებს სიღატაკესთან ყოველდღიურ ბრძოლას აიძულებს. სხვადასხვა ყველაზე დიდი გაოცება, რომელიც გაოცებაც აღარ არის სწორედ ის, რომ ქვეყანაში 630,000 ადამიანი იღებს ხელფას საჯარო და კერძო სტრუქტურებში და სექტორში და დანარჩენი ადამიანი რითი ცხოვრობს, როგორ გააქვს თავი, როგორ ინახავს ოჯახს. აი ეს არის ნამდვილი ქართული ეკონომიკური სასწაული, რა თქმა უნდა, ბჭყალებში მე რო კაცმა მკითხოს. თუმცა ქართული ეკონომიკური სასწაული, როგორც შემდგარი თუ შესადგომი ფაქტი პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერმა გილაურმა არაერთხელ ახსენეს. მათ შორის 3 წლის წინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერთან ერთად ფოთში ხსნიდა თავისუფალ ეკონომიკურ ინდუსტრიულ ზონას. და როცა პირდებოდნენ ისინი, რომ 1 წელიწადში, 2 წელიწადში აქ ათეულობით ათასი ადამიანი დასახლდებოდა, ფოთი აღორძინდებოდა, აქ განვითარდებოდა წარმოება, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ჩამოვიდნენ და განავითარებდნენ თავიანთ ინფრასტრუქტურას, დასაქმებოდა უამრავი ადამიანი და ასე შემდეგ. გავიდა წლები, არც ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფუნქციონირებს და ფოთელების დღეს თავიანთ ყოველდღიურ პრობლემებს ძლივს უმკლავდებიან, როგორც არის წყალმომარაგება, კომუნალური პრობლემები, დასაქმება და უბედურება. ეს არის დღევანდელი სინამდვილე ფოთისაც და იმ ადგილებისაც, სადაც თქვენ საქართველოს ვითომ უკვე ააშენეთ, მაგრამ საქმე ზუსტად ამაშია, რომ თქვენ სასწაულებზე კი არ უნდა იყოთ ორიენტირებულები, იმიტომ რომ სასწაული ფოთში ვერ მოხდებოდა. ვერა იმიტომ, რომ რამდენიმე კილომეტრში რუსული ტანკები დგას, საოკუპაციო ზონასთან ახლოს არის და ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უზარმაზარი რისკები ქვეყანაში ეკონომიკური ინვესტირების და აქტივობის კუთხით. ჩვენ ეს თუ არ ვაღიარეთ და აქ ერთმანეთს თვალები აუხვიეთ, რომ იქ პირველ ადგილზე ვართ, იქ მეორე ადგილზე ვართ და მეორე დღეს მთელი მსოფლიო სატელევიზიო საშუალებები თავად დაპირისპირებულ მხარეებად რუსეთის და საქართველოს პირველ პირებს უნდა აჩვენებდნენ, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო კაცრ და ხის გამონათქვამს გამოიყენებს ერთი მეორეს მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არც ერთი მსხვილი ბიზნესი ინვესტირებას არ დაიწყებს. რამდენადაც ეკონომიკური ინვესტირებისათვის საჭირო გარემოებების შესაქმნელად საჭირო არის პირველი ქვეყნის უსაფრთხოება, პოლიტიკური და საგარეო სტაბილურობა და ეს უნდა იყოს თქვენი პროგრამის პირველი და ყველაზე მთავარი ნაწილი, რაც საერთოდ არ აქვს მთავრობას ნახსენები. ეხლა არ მითხრათ, რომ აქ ძირითადად ეკონომიკაზე კონცენტრირდით, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და უსაფრთხოება და თავდაცვა ჩვენი პრობლემა არ არისო. მაშინ აგვიხსენით და გაგვაგებინეთ რა, თქვენს გარდა სხვა პრემიერ-მინისტრიც არსებობს? ამ ადამიანების გარდა კიდევ სხვა მთავრობაც ყავს საქართველოს, რომლის წარმომადგენლები სხვათა შორის ამ ხდომას საერთოდ არ ესწრებიან? ეს იმათი საზრუნავია მხოლოდ, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ვითარდებოდეს და გარანტიები იყოს ამ სახელმწიფოში იმისა, რომ ყოველდღიურად რუსეთის თავდასხმის ქვეშ არ ვიყოთ? ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს მთავრობას სხვათა შორის, რომელიც არა მობილიზებულად, კონსოლიდირებულად, არამედ აქეთ-იქით მიმართულებებით ფიქრობს ამ პრობლემების მოგვარებაზე. მე ამ თემას გავაგრძელებ და ვიტყვი კიდევ ერთ რამეს. თუ კი თქვენი ამოცანა, როგორც პრემიერ-მინისტრის არის ის, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული იმაში და მთავრობა მთლიანობაში და მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ რაც შეიძლება მივაღწიოთ ჩვენს ყველაზე რთულ, დაუნდობელ, აგრესიულ მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. მაგრამ როცა ხედავთ ამ მოთხოვნას, მეორე მხრივ კი ხედავთ რა მოხდა, რა ისტერია აღწყდა, როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოსკოვში ჩავიდა, რა ისტერია აღწყდა, მედიაში იქნება ეს თუ თქვენი მხარდამჭერებისა და წარმომადგენლების რიგებში, ეს ერთმანეთთან აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ ყველა რესურსს ვიყენებდეთ იმისათვის, რომ მანამ მაინც სანამ რუსეთი ესეთი აგრესიული არის და ამხელა რისკები არის რეგიონში, რამენაირად ამ საფრთხეების მინიმიზება მოვახდინოთ და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ამისათვის,
მათ შორის თუნდაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უზარმაზარი ავტორიტეტი მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში ჩვენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენეთ ეს ადამიანის, როცა ჩასული იყო ადამიანი მოსკოვში, ხვდებოდა და მონაწილეობას ღებულობდა იქაური პატრიარქის იუბილეში და აქ იმისთანა ისტერია ატყდა, რომ ესე იგი ომი თუ არ ატყდებოდა, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ეს ისტერია არის მიუღებელი იმ ამოცანებისათვის, რომელიც ამ პროგრამაში წერია. თუ ჩვენ გვინდა გქონდეს ნორმალური სიტუაცია და აქ ვინმე დიდი ბიზნესმენი და კომპანია ჩამოდიოდეს და რაღაცა ორ კაპიკს აბანდებდეს ორ თეთრს, ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ უსაფრთხოების გარანტიები და თქვენი პოლიტიკა, უმრავლესობის პოლიტიკა, ნაციონალების პოლიტიკა არის მიმართული პირიქით ამ პრობლემების გამწვავებისაკენ და გართულებისაკენ. ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე აგრესიული, არაპროგნოზირებადი მეზობელი გვყავს რუსეთის სახით. ამის გამო გვჭირდება ჩვენ ორმაგი სიფრთხილე და საერთაშორისო თუ შინაგანი რესურსების გამოყენება. გარდა ამისა, როგორც იქნა დამთავრდა მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. და მე იცით, რომ ქრისტიან დემოკრატებმა ხარი დაუჭირა და ვთქვით, რომ ეს არის ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილება და შეთანხმება, ძალიან რთული კომპრომისი, მაგრამ სიტუაცია, როდესაც საქართველოს საკმაოდ მომგებიანი პოზიციებით გამოვიდა ამ მოლაპარაკებების შედეგად. რუსეთმა ფაქტობრივად ირიბად აღიარა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები და ეს გახდა ძალიან სერიოზული კრიტიკის საფუძველი თავად რუსეთის პოლიტიკურ წრეებშიც. მაგრამ ამავე დროს ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვიყენებდეთ ამ შესაძლებლობას, რომ საქართველო მარტო აღარ არის ერთ-ერთზე რუსეთთან დარჩენილი და რამენაერად მოვახერხოთ, რომ ქართული პროდუქცია შევიდეს რუსეთის ბაზარზე და მათ შორის ამ ეკონომიკურ სტიმულაციისათვის დამატებითი რესურსები გაგუჩნდეს, რადგან თქვენ თავად საუბრობდით და ეს არის ჩვენი პოზიცია ქრისტიან დემოკრატების, რომ საქართველოში ეკონომიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ კი იქნება ექსპორტზე ორიენტირებული და საექსპორტოდ მხოლოდ ევროპა სამწუხაროდ ჯერჯერობით საკმარისი არ არის, იმდენი ნაბიჯი გვაქვს. გასავლელი თქვენს ინტერესშივე უნდა შედიოდეს, რომ ქართველი ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ გარკვეული წყაროები, არხები, შესაძლებლობები შეიტანონ პროდუქცია, იქნება ეს ღვინო, იქნება ეს სხვა პროდუქტები თუ ასე შემდეგ, ხელს კი არ უშლიდეთ. არამედ ეხმარებოდეთ და ეუბნებოდეთ, რომ მიბრძანდით, ჩვენ არანაირ პრობლემას არ შეგიშლით, ეს მაშინ, როდესაც ყველანაირად დაბრკოლება ექნება დღეს ამ ქართულ ბიზნესმენებს, რომ რამენაირად რუსეთის ბაზარზე ახალი ეკონომიკური აქტივობა განახორციელოს. ეს შედის ჩვენს ინტერესებში და უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი, მათ შორის ჩვენი მტრული სახელმწიფოს ტერიტორიაც საიმისოდ, რომ საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად განვითარდეს და უფრო მეტი ბიზნესი განვითარდეს, მეტი ადამიანი დასაქმდეს. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ რუსეთის ბაზარზე მიბმით, იმიტომ რომ ის როდის დაიკეტება, ეს კიდე მეორე საკითხავია და ვიცით ნებისმიერ დროს, მაგრამ ეს ის რისკებია, რომელსაც ყველა ბიზნესმენი და მეწარმე საკუთარ თავზე თვითონ აიღებს. გარდა ამისა, როცა ვლაპარაკობთ უცხოური კომპანიების მოწვევაზე, მათთვის ხელშემწყობი გარემო შექმნაზე, ქართული კომპანიები, რატომ არის ქართული ბიზნესი გერის მდგომარეობაში? რატომ არის, რომ ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე? და ამის აღარ დარჩა ეხლა მსოფლიო რუკაზე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში არ დაფრინავდეს, თუმცა რო გითხრათ, რომ ეს ძალიან დაეწყო საქართველოში ბილეთების ფასის ღირებულებას, არა, მაგრამ კაი, კი ბატონო, ჩავთვალოთ, რომ რაც უფრო მეტნი იქნებიან, ადრე თუ გვიან კონკურენცია ხარისხსაც გაზრდის და ფასაც შეამცირებს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ქართული ავიაკომპანიების გაკოტრების ხარჯზე რატომ უნდა კეთდებოდეს? კარგია ღიაცის პოლიტიკა, საქართველო არ უნდა იყოს ჩაკეტილი ბაზრის მქონე სახელმწიფო, მათ შორის არც ეკონომიკის ამ დარგთან მიმართებაში, მაგრამ მეორეს მხრივ, რატომ ხდება ისე, რომ ყველა ეს უცხოური სახელმწიფო აქტიურად იცავს მათი ავიაკომპანიების ინტერესებს პარიტეტულ ფრენებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი საქართველოს მთავრობაა, რომელიც ამაზე ხმას არ იღებს. სხვა ავიაკომპანიამ რამდენიც გინდა იმდენი იფრინოს საქართველოში კვირის განმავლობაში და ქართულმა ავიაკომპანიებმა იგივე თუ მოითხოვეს, რას ლაპარაკობთ, ეს თუ თურმე თავისუფალი ბაზრის ლიბერალური მიდგომების საწინააღმდეგო მიდგომაა. არ გამოვა ესე, როცა სხვები თამაშობენ ასეთი თამაშის წესებით, ჩვენ უფრო მყარი, პრინციპული და ქართული ბიზნესის ინტერესების დამცველი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. თუნდაც ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ქართული ავიაცია გადარჩეს. იმიტომ რომ ყველას კარგად გვახსოვს, მათ შორის ომის დღეებში 2008 წელს რა ხდებოდა, როდესაც თბილისისკენ ერთადერთი მხოლოდ ქართული ავიაკომპანია გამოფრინდა და დაფრინავდა. რატომ? საკუთარი რისკის ხარჯზე, იმიტომ რომ ქართველები იყვნენ ისინი. და ეს ადამიანები სხვათა შორის გაჭირვების დროს კრიზისულ და საომარ სიტუაციაში არა უბრალოდ სამოქალაქო ავიაციას წარმოადგენენ, არამედ სამხედრო რეზერვიც არიან და
არაერთხელ დაუმტკიცებია თავიანთი თავგანწირვა და გმირობა საქართველოს წინაშე. ამიტომ ქართული ავიაციის გადარჩენა, მართლაც გადარჩენა და არა განვითარება უკვე, იმიტომ რომ გაკოტრების მდგომარეობაში არიან ლამის ისინი. მე ვფიქრობ, ასევე უნდა იყოს ქართული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საწუხარი და საზრუნავი. გარდა ამისა, მთავარი დამსაქმებელი, რა თქმა უნდა, იყოს ქართული ბიზნესი. არც ერთ ქვეყანაში სიხარულით საგადასახადო ინსპექტორებს არ ეგებებიან, მაგრამ არც შიშით აქვს მათთან ურთიერთობები მხოლოდ. ჩვენ მოვითხოვთ მათთან ობიექტურ დამოკიდებულებას. თქვენ გაქვთ მათთან მკაცრი დამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში სრულიად უსამართლო დამოკიდებულება. ამ უსამართლო დამოკიდებულების არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია მე, მაგრამ მე დღეს მოვიყვან ერთ კონკრეტულ მაგალითს, რომელიც მე ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება პირველია, მაგრამ ღმერთმა ქნას რომ უკანასკნელი არ არის, როდესაც ბიზნესმენი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან მის მიერ გამოთქმული გარკვეული არა იმდენად კრიტიკული შენიშვნის, არამედ წინადადების გამო მას პრობლემები შეექმნა. თქვენ იცით, რომ ქრისტიან დემოკრატები დიდი ხანია გთავაზობთ და მოვითხოვთ, რომ მოხდეს საგადასახადო დავებში სისხლის სამართლებრივი დეკრიმინალიზაცია, რომ 25,000 ლარის ზევით თუ კი არსებობს სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, ადმინისტრაციულიდან არ ხდებოდეს ტრანსფორმირება ამ საქმის სისხლის სამართლებრივ სივრცეში და ადამიანები ციხეში არ მიდიოდნენ პირდაპირ. ჩვენ გითხარით, შემოგთავაზეთ, მოდი ავწიოთ 100,000-მდე ეს თანხა, რომ არ ხდებოდეს პირდაპირი ზეწოლა ბიზნესზე ამ სახით და კრიმინალები არ იყვნენ პოტენციურები თითოეული მათგანი. მაგრამ ეს მარტო ჩვენი აზრი არ იყო, გასაგებია რომ ეს მოდიოდა თავად ბიზნესიდან და ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ამ დარბაზში, მათ შორის, უпростоრად ამ შენობაში, ბიზნეს საბჭოს შეკრებაზე მსგავსი წინადადება წარმოთქვა და თხოვნით მიმართა მთავრობას, დღეს მე მწერს წერილს. და სხვათა შორის, ეს არის წერილი, რომელიც 4 სახელმწიფო მოხელის მაგიდაზე დევს დღეს. ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ხალხ თქვენ პრემიერ-მინისტრი გილაური და ბატონი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე. და ადრესატი ვარ ასევე მე. მე არ მაქვს ამ ეტაპზე უფლება რომ მისი გვარი გავახმაურო, მაგრამ თქვენ იცით მისი სახელი და გვარი. საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელი გახდათ ეს ადამიანი, რომელიც თავად ამ სტრუქტურით არის შექმნილი და მოწოდებული საიმისოდ, რომ მედიაცია გაწიოს მთავრობასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. წერს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე, დახურულ შეხვედრაზე მის მიერ გამოთქმული ამ კრიტიკული შენიშვნის შემდეგ, ზუსტად 2 დღეში ეს ადამიანი საგადასახადო ინსპექციაში დაიბარეს და მასზე განახორციელეს ზეწოლა. აი ეს არის რეალური სახე საქართველოს მთავრობის. აი ეს არის ბიზნესთან თქვენი თანამშრომლობის მაგალითი და არა ის ციფრები, რომელთაც თქვენ აპელირებთ დღევანდელ შეხვედრაზე ამ დარბაზში. ამიტომ სანამ არ შეიცვლება ეს მიდგომა ბიზნესისადმი, სანამ ბიზნესი დაბეჭავებულ, დაჩაგრულ და როგორც თქვენს პრეზიდენტს უყვარს და საქართველოს პრეზიდენტ კლიანობაში ხშირად ამ სიტყვის ხმარება, სანამ დაჩმორებულ მდგომარეობაში გეყოლებათ, მანამდე საქართველოში ვერც ეკონომიკის რეალური სექტორები განვითარდება, ვერც ბიზნესმენები გამოიჩენენ თავიანთ მთელ შემოქმედებით რესურს გამოიტანენ საიმისოდ, რომ მეტი ახალი იდეით შემოვიდნენ, მეტი თანხები მოიზიდონ, მეტი ადამიანები დაასაქმონ, ამით უშველონ ქართულ ეკონომიკას, ამით მისცენ სახსარი მართლა გაღატაკებული საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას. ეს იქნება რეალობა და ამ რეალობის შეცვლას გთავაზობ ჩვენ. როცა ბატონმა მიხეილ მაჭავარიანმა თავის გამოსვლაში ჩვენ მოგმართა და გითხრა, რომ თქვენ არ მოგწონთ გამჭვირვალე პოლიციის შენობებიო, არ მოგწონთ ახალი საავადმყოფოებიო, ხესების მშენებლობაო. არა ბატონო მიხეილ, ჩვენ გამჭვირვალე პოლიციის შენობები მოგწონს, მაგრამ ის არ მოგწონს, რომ ეს სისტემა იქცა მონსტრად და ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად მთელ საქართველოში. ჩვენ მოგწონს ახალი საავადმყოფოები, რომელთა გახსნის მთელი კასკადი დაიწყება წინასაარჩევნოდ საქართველოში, მაგრამ ჩვენ ის არ მოგწონს, რომ იქ შესულმა ავადმყოფმა და მისმა ოჯახმა მთელი თავიანთი ქონება უნდა ჩადო და გადაიხადონ, რომ რამენაირად იქიდან გამოვიდნენ, ცოცხალი იქნება თუ მტარი. ჩვენ მოგწონს ხესები რომ შენდება, დიდი იქნება თუ პატარა. მაგრამ ჩვენ ის არ მოგწონს, რომ საქართველოს ბუნებრივი და ეკოლოგიური რესურსის ასეთი ექსპლუატაციის პირობებშიც კი ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერაფერს სარგებლობს აქედან დიდს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ თურმე ტარიფებიც იგივე უნდა დარჩეს და თურმე ჩვეულებრივი ქართველის თბილისელის თუ რაიონებში ცხოვრების საქართველოს მოსახლეობა ყოველი თვის ბოლოს კვლავ ესეთი მაღალი ტარიფებით ნაგავთან მიბმული ქვითრის მოსვლას შიშის თვალებით უნდა უცქერდეს. ამიტომ მე ბოლოს კიდევ ერთხელ გეტყვით, რა არის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შემოთავაზება.
პირველ რიგში ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ეს არის ბაზრის დემონოპოლიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა. ეს არის ჩვენი სურვილი, რომ საქართველოში არ იყოს თემები, რომელზე საუბარიც ღიად არ შეიძლება.